ნაციონალურ მოძრაობას გადაწყვეტილი აქვს, რომ მისი მერობის კანდიდატი იქნება გიგი უგულავა. თქვენ ამ საკითხს მე ვერ მათქვენებთ. ვიდაბერ გეუბნებით. იმიტომ რომ გიგი უგულავა და მიიღებს საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ყველა მის თანამოაზრესთან ერთად, ყველა ჩვენთანაც ერთად ამ გადაწყვეტილებას. მართველი გუნდი დედაქალაქის მერის კანდიდატურას არ ასახელებს. მიხეილ მაჭავარიანი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ჯერ თავად უგულავამ და მისმა გარემოცვამ უნდა მიიღონ. მანამდე ნაციონალური მოძრაობა მომავალი კანდიდატის შანსებს სოციოლოგიური გამოკითხვებით არკვევს. ეხლა მადლობა ღმერთს, ძალიან ბევრი კვლევა ტარდება. კვლევას ატარებენ პოლიტიკური პარტიები, მაგრამ ჩვენ ვიქცევით წესების ფარგლებში და არ ვაქვეყნეთ იმ კვლევებს, რომელიც ჩვენი კონსულტანტები გვეტარებენ, თუმცა ეს კონსულტანტები არიან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო კონსულტანტები. მერობის კანდიდატების სავარაუდო რეიტინგები პრესის ფურცლებზე დღეს უკვე გამოჩნდა. გაზეთი რეზონანსი წერს, რომ ამერიკის რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა პოლიტიკურ ძალთა რეიტინგების კვლევა უკვე დაასრულა. კვლევის შედეგები ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა წინასწარი ინფორმაციით ამ სიას ირაკლი ალასანია და გიგი უგულავა ლიდერობენ. მოულოდნელად მოიმატა გოგი თოფაძის რეიტინგმაც. ჩვენი კვლევებითაც და ბევრი სხვა კვლევებითაც ვიცით, რომ ირაკლი ალასანია არის გამოკვეთილი კანდიდატი ამ არჩევნებში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ლიდერი კანდიდატობა უკვე იქნება განმტკიცებული უახლოეს ხანებში, იმითაც რომ ირაკლი ალასანია იქნება მოგებისათვის, გამარჯვებისთვის, ასე ვთქვათ, მზადმყოფი კანდიდატი. ირაკლი ალასანია ლიდერობს ინტერნეტ გამოკითხვების ნაწილშიც. ფორუმჯის ინფორმაციით სხვაობა ალიანსის კანდიდატსა და ამჟამინდელი მერის რეიტინგს შორის 10%-ს აღწევს. განსხვავებულია სურათი კონსერვატიული პარტიის ინტერნეტ გამოკითხვაში. აქ კონსერვატორების კანდიდატი ზვიად ძიძიგური 28%-ით ლიდერობს. ირაკლი ალასანიას კი მხარს 27% უჭერს. გიგი უგულავა ამ გამოკითხვით მხოლოდ 10%-ის ნდობას იმსახურებს. მას მოსდევს გია ჭანტურია 2%-ით და ნიკა ივანიშვილი. ჩვენ გვაქვს კვლევები ჩატარებული, არა მარტო ინტერნეტის მეშვეობით, არამედ სოციოლოგიური კვლევა გვაქვს ჩატარებული ჩვენ შიდა პარტიული მოხმარებისთვის. მაგრამ ამჯერად იმხელა ისეთი მაღალი რეიტინგი გვაქვს, რომ ჩვენ მისი გამოქვეყნებისგან თავს ვიკავებთ, იმიტომ რომ არ დაგვწამო, რადგან პარტიული გამოკითხვა ჩატარდა, პარტიის აქტივისტებმა ჩაატარეს, არ დაგვწამოს რაიმე მიკერძოება. წინასწარი კვლევები და გამოკითხვები არ აინტერესებს ქრისტიან დემოკრატების მერობის კანდიდატს. გია ჭანტურია ამბობს, რომ მთავარია შესრულდეს ის, რასაც წინასაარჩევნოდ ამომრჩეველს პირდება. მე წინასაარჩევნო კვლევებს არ გავცნობილი ვარ, გულწრფელად გეუბნები და ამ შემთხვევაში ვერც იმას გეტყვით, როგორია ჩემი რეიტინგი, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ ჩვენ შევძლოთ ადამიანებთან მისვლა, თითოეულ ადამიანთან საუბარი და შევძლოთ იმის განხორციელება, რასაც ჩვენ ვეუბნებით ხალხზე. ეს რომ რეალურად ამას ჩვენ გავაკეთებთ, ამას არც არჩევნები ჭირდება, არც შეფასებები ჭირდება. ექსპერტები და სოციოლოგები დღეს კომენტარისგან თავს იკავებენ. ამბობენ, რომ ახალი მონაცემები ჯერ მზად არ არის. როდის დაასახელებს მართველი გუნდი საკუთარ კანდიდატს, ან იქნება თუ არა უმრავლესობის რჩეული ისევ უგულავა, ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ არჩევნებამდე 40 დღით ადრე უნდა გამოაცხადოს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას უგულავა კანდიდატად ჯერ არ დაუსახელებია, ამჟამინდელი მერის სახელი და გვარი თითქმის ყველა კვლევაში ფიგურირებს. კვლევაში არ ჩანს დაიცავი საქართველოს ლიდერი. ლევან გაჩაჩილაძის გადაწყვეტილებას მიიღებს თუ არა მონაწილეობას მერის არჩევნებში, ოპოზიციაში 28 მარტამდე ელოდებიან.